მოგესალმებით, დღეს შაბათია, 29 ნოემბერი, ჩვენი კვირის მიმოხილვის დროა, გადაცემისა, ფაქტი, მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემუთ გიორხელიძესთან ერთად. მე მოხარული ვარ იმისა, რომ ამ კვირაში ჩემს გადაცემებს და აგრეთვე გადაცემას, რომელიც სოლიდარობის სტუდიაში მქონდა თენგო ომანიძესთან ერთად, დიდი ინტერესი ახდა თან და ეს ჩემთვის უზარმაზარი სტიმულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იმ თემებზე, რომელიც უსაშველოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს წუთია, რაც მე დავბრუნდი რუსთაველზე ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისიდან, ჩვენი გავაკეთეთ პირდაპირ მიმართვა იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც შექმნილია და გამოცხადეთ, რომ ქართველთა დიდი გაერთიანება მისცემს მაგალითს, რა კი არაბულ ეგრეთ წოდებულ ინვესტიციასთან დაკავშირებულ საკითხებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ადამიანების სწორად ინფორმირებისთვის, გარკვეული პარტიული ინიციატივები არის, ხვალ არის პატრიოტთა ალიანსი, შვიდში არის კონსერვატული პარტიის, ჩვენ ყველგან მივალთ და ამით ვაჩვენებთ ყველას, რომ საუბარი არა პარტიებზე, არამედ საუბარია ქვეყნის სასიცოცხლო საქმეზე და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. ცოტა ხანში ჩვენ დავიწყებთ ორგანიზებას ქართველთა ეროვნული პლატფორმის, ეროვნული თუ გნებავთ საბჭოს, რაც დაარქვით, ჩამოსაყალიბებლად, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით და ქვეყნის მომავლის შესახებ ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს და ეს არის აუცილებელი. აქ არ შეიძლება ვიწრო ინტერესებში ჩაკეტვა, საკითხი ეხება ქვეყანას, მის მოვალს, ქართველი ხალხის მომავალს, ამიტომ ჩვენ ყველანი, ვისაც კი რაიმე პრეტენზია აქვს, რომ ამ ქვეყნის მესვეურია, წინაპრის ხსოვნა აქვს, კულტურულ წიაღშია აზრდილი პასუხისმგებლობა აქვს შვილებისა და ოჯახების მიმართ, ჩვენ ყველასთან ერთად ვიქნებით აუცილებლად და ჩვენ გვინდა შევასრულოთ ის როლი, რომ ვაჩვენოთ ყველას, არანაირი კერძო ინტერესები, არანაირი პარტიული ინტერესები არ შეიძლება ზღუდავდეს იმ ქართველების ერთად ყოფნას, რომელსაც საერთო მიზანი გააჩნია. აი, ამითი დავიწყე, სულ ახლახან მოვედი, როგორც გითხარით, ეხლა კი გავაგრძელებ კვირის მოვლენების განხილვას და დავიწყებ საშინაო საქმეებიდან. დარწმუნებული ვარ, ქართველთა დიდმა უმრავლესობამ არ იცის ის, რომ 3 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ არაბებზე გაყიდა თბილისის შემოგარენში 120 ჰექტარი მიწა არაბებზე. ეს არის ტერიტორია, რომელიც არ ჩანს, აი წანისის იქეთა მხარე, იქედან კუმისის ტბა რო ჩანს და ასეთი მოფარული ადგილები. ჩვენი ერთი ძალიან გულიანი ქართველი იყო იმ ადგილებში, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ამონაწერების სახით ჩვენ გვაქვს, მაგრამ ეხლა ადამიანი დაბრუნდა შეშფოთებული, იმიტომ რომ შლაგბაუმებია ჩადებული, გოლფის მოედანი, მშენებლობებია დაწყებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის უკვე არაბული ტერიტორია, 120 ჰექტარი, ამას დაუმატეთ, რასაც ეხლა ხელისუფლება აპირებს 550 ჰექტარი თბილისის შემოგარენში და კიდე რამდენია ჩვენ რუსთაველზე, როდესაც აქცია მოვაწყვეთ და გამოვფინეთ ის დოკუმენტების ნაწილი, იქედანაც ჩანდა რა დღეშია დღეს საქართველო. ამიტომ ჩვენ ამას ყველაფერს ძალიან მაღალი ხარისხის კამერით, შორეული გადაღების კამერით გადავიღებთ ყველაფერს, კარგად პროფესიონალი ოპერატორი ამას ყველაფერს მოუვლის და ჩვენ მალე შემოგთავაზებთ იმ ფილმს, თუ რა ხდება თბილისის გვერდით, რომელიც არ ჩანს ასე პირდაპირ. აი ამ დღეში ვართ ჩვენ, ამიტომ ვართ ჩვენ წინააღმდეგი იმისა, რასაც ხელისუფლება აპირებს და მე შემიძლია გითხრათ თქვენ, რომ ხელისუფლების მთავრობის პირველ რიგში უსუსურობა და იმ ხალხის უსუსურობა, ვინც იცავს ამას, არის ის, რომ ისინი
არაპროფესიულად აშუქებენ ამ პროექტს, აბსოლუტურად დილეტანტურად, საქმის ცოდნა რომ არ გააჩნიათ, არც ეკონომიკის, არც ფინანსების, არც ინვესტიციური პროექტი რა მაჩვენებლებით იზომება და ფასდება, არაფერი ამის მსგავსი არ არის, არის დემაგოგია, არის თითქოს აი ბედნიერი იქნება ქართველი ხალხი, მე ამას ახლა არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ამ კვირაში ყველაფერი ვისაუბრე. თითქმის მილიონამდე ავიდა ის სიუჟეტი, სადაც მე ნორმალურ ქართველებს მივმართავ, რომ თუ ეს ყველაფერი გაკეთდება, ისედაც დემოგრაფიულად, რა კი არაფერი კეთდება ხელისუფლებაში საქართველოს, ისედაც იღუპება, ამიტომ უნდა განგაშეს ატეხვა ამას, დემოგრაფია კლავს ქართველს საქართველოში და ეს ქვეყანა უპატრონოდ არ დარჩება ქართველების აქ რომ იტყვიან უმცირესობაში გადასვლის შემდეგ. ამიტომ თხილად ვიყოთ ჩვენ ყოველგვარი ემოციის გარეშე ყველა მასალას მოგაწვდით, დანარჩენი კი ჩვენი საუბრები გათვლილია საქართველებზე. უდიდესი სიხარულით შემიძლია გითხრათ, რომ საღი ქართველების რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე გონება ჩლუნგი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავიანთ ბელადებს შეხარიან და თავისი ოჯახი და შვილები არაფრად ანაღლებთ. ამიტომ მუშაობა საჭირო, მე კარგად მესმის, რომ რა კი ამ საკითხებისადმი ინტერესი დიდია, ადამიანები თვითონ მიიღებენ, მე მესმის 35 წლიანი, რომ იტყვიან მუშტი, საზიზღარი იდეოლოგიური წნეხი, ეს თითქოს ორიენტაციები და ასე შემდეგ, დააბნიეს ადამიანი, გააღარიბეს, ოჯახი გაუყვეს, გაუყარეს ქალები ქვეყნიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი მობრუნებადია გონიერი პოლიტიკით, თუ ქვეყნის სათავეში ქვეყნის მტერი ხალხი არ არის, ყველაფრის მოbrunება შეიძლება, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ვინ უშლის ამ ხელისუფლებას ქვეყნისთვის კარგი რამ გააკეთოს, კარგს გააკეთებენ, ჩვენ ცუდს არ ვიტყვით, მაგრამ არ არის ეს ხალხი კარგის გამკეთებელი. დანარჩენი კი საცოდავი ხალხი, რომლებსაც მიაჩნია, რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი რამე გააკეთა, დარჩებიან საცოდავებად, იქნებიან მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ვერასდროს ვერ მოვლენ აზრზე და არც არის საჭირო. ეს ხალხი ყოველთვის იქნება ის ნაწილი, რომელსაც აღარაფერი არ ეშველება. მეორე მთავარი მნიშვნელოვანი ქვეყნის საქმეში არის ის, რომ მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე ძალიან სწრაფად იცვლება, არის ძიება გზებისა და საქართველოში არაფერი ძიება არ არის. საქართველოს ხელისუფლება კვლავ იმ ჩაოხრებულ ნარატივებს აჟღერებს, როგორ მიდის ევროპისკენ და როგორ მიაღწევს ევროკავშირში შესვლას და ასე შემდეგ. ამ დროს სერიოზული საუბარი იმაზე თუ რა ვითარება ევროპაში, საით მიდის ევროპული პოლიტიკა, რომელიც ჩიხურია წლები ამას გეუბნებოდით. შეიძლება ქართული ძალიან ცუდი გარემოს გამო, სადაც ადამიანებს ერთმანეთის არ სჯერა, მე დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ნატოს ანალიტიკოსები და ნატოს ძალიან გამოცდილი პოლიტიკის წარმმართველებიც და პოლიტიკის შემქმნელებიც ღია ტექსტით საუბრობენ იმაზე, რომ ევროპას სჭირდება კურსის შეცვლა, ევრაზიის კონტინენტზეა საუბარი, დიახ, ევროპა ცალკე დამოუკიდებლად უსაფრთხო მდგომარეობაში ვერ იქნება. ევრაზიის კონტინენტზე მშვიდობა შეიძლება ძალიან იოლად დამყარდეს, თუ ევროკავშირის დღევანდელი მესვევრები არა, მაგრამ თქვენ ნახავთ, წელს უკვე დაიწყება სერიოზული პრობლემები ევროპაში და ამ უვარგისი ხელისუფლებების შეცვლა გარდაუვალი იქნება. ნატოს ანალიტიკოსი პირდაპირ წერს, რომ რუსეთთან ევროპის დიალოგისთვის შუამავლად აუცილებლად ჩინეთი უნდა იყოს გამოყენებული.
წლების წინ მე დავწერე, რომ საქართველოს ადგილი არის დიდ ევრაზიულ უსაფრთხოების კონცეფციაში, სადაც საქართველოს სამხრეთ კავკასიას თავისი ფუნქცია ექნება ხაზს უსვამ. განსაკუთრებით იმ წინ გაღუნული ხალხისთვის, რომელსაც კვლავ ნატოს სისულელეები ელანდება და ასე გონია, რომ ნატოში გაწევრიანდება საქართველო. ნატო არ წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტს, გამორიცხულია, ჯერთი ნატოში შესვლა გამორიცხული, თქვენ ნახეთ უკრაინასთან დაკავშირებული ამბები და საქართველოს არ ჭირდება არანაირ ნატოში და არანაირ ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს ჭირდება ჩამოყალიბებად ევრაზიულ სივრცეში, ხაზს უსვამ, სადაც ევროპის, რუსეთისა, ჩინეთის და ინდოეთის და ასე შემდეგ ყველას უსაფრთხოება იქნება საერთო შეთანხმებით მიღწეული, აი აქ არის ჩვენი ადგილი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსა და არა დანგრეულ უპერსპექტივო ევროკავშირში მისი გაწევრიანების გზით თითქოს და საქართველოს აყვავების. ამიტომ ხელისუფლება ცდება, ხელისუფლება გეოპოლიტიკურ საკითხში გვეუბნება, რომ ის არის უმწიფარი, მას არ ესმის რა ხდება მსოფლიოში, ამიტომ არის მისი მოძველებული ნარატივები. ჩაიხედეთ საქართველოს კონსტიტუციაში და ნახეთ ყოვლად სამარცხვინო 78 მუხლი სამარცხვინო. პროფესიონალს რომ არ ეკადრება, პოლიტიკოს რომ არ ეკადრება, იმიტომ რომ გინდა ერთია და შეუძლებლობა მეორე არის. რატომ გახდა შეუძლებელი, თუმცა ეს ყოველთვის შეუძლებელი იყო, პირველი საჯარო განცხადება, რომ ნატო ვერ შემოვა საქართველოში და კავკასიაში 2007 წელს გავაკეთე ერევანში, როდესაც ებერტის ფონდის მიწვევით ვიყავი და ერთი ლექციის ნაცვლად 4 ლექცია წამაკითხეს იქ იმ მსმენელების, არადა ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ხალხი იყო, ეს იყო ყველა პოლიტიკური ტოქ-შოუს წამყვანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ რატომ არის პროპაგანდა? პროპაგანდა ზუსტად იმიტომ იყო, რომ რუსეთისთვის შეექმნათ ის ზეწოლა, რომელიც ფაქტობრივად უკვე დასრულებულია, ზეწოლა გამოირიცხა, ზეწოლა არაფერი შედეგი არ მოიღო, არადა ეგონათ, რომ უკრაინის მეშვეობით მოხდება, ეხლა უკვე სხვა კონცეფციებზეა საუბარი, შეერთებული შტატებისა და რუსეთის მტრობა დასრულებულია. ახალ კვირას, აი ორშაბათ თუ სამშაბათს, კვირის დასაწყისში ასე იქნა გაცხადებული, შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი იქნება მოსკოვში და შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ უკრაინის საქმეზე მუშაობს. უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისები არ იქნება, ხაზს უსვამ, ის სისულელეები, რაც ევროკავშირმა შეიტანა ცვლილებების სახით, არავინ არ გაითვალისწინებს ამას. რა იქნება გათვალისწინებული სხვა საქმეა, მე არ მჯერა ის, რომ ამ ეტაპზე თუ ყველა მოთხოვნა არ შესრულდა, უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, არადა თავარი მოწინააღმდეგე ამ შეთანხმებისა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც წლებია პირველივე დღიდან განაგებს ფაქტობრივად ზელენსკის ეს ფუნქცია ჰქონდა, ერმაკი გადადგა, იძულებული შეიქმნა, გადამდგარიყო, თუმცა დასაწყისში გუშინ ის ამბობდა, რომ არ გადადგება, მაგრამ აქ უკვე უკრაინა დარჩებოდა არაფრის გარეშე, ამერიკული მხარდაჭერის გარეშე, ამერიკული დაინტერესების გარეშე. ეხლა კი ამერიკელები ძალიან არიან დაინტერესებული, ისინი რა თქმა უნდა კარგად ხვდებიან და უკვე ინფორმაცია სრულია. მე წინა გადაცემაში ხუთშაბათს ვახსენე, რომ შიგადაპირისპირება არსებობს შეერთებულ შტატებში ვიცე-პრეზიდენტ ვენცსა და სახელმწიფო მდივანს
შორის, რომელიც ძალიან არასერიოზული პიროვნება, გითხრათ მარკო რუბიო არასერიოზული პიროვნება არის, თავიდან ეთყობა ყველანაირ საქციელში და მე ამას ადრეც ვამბობდი, მაგრამ ასეთია რეალობა და რატომ მიდის შეერთებული შტატები იმაზე, რომ რუსეთის ინტერესი იქნეს დამყარებული, ძალიან მარტივად ახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა, რომელიც ძალიან ჭკვიანი კაცი ჩანს და პერსპექტივას უმზადებენ, რომ ის იყოს ტრამპის შემდეგ პრეზიდენტი. მან თქვა, რომ სხვანაირად ამ კონფლიქტის დასრულება შეუძლებელია, რადგან შეერთებულ შტატებსა და ნატოს არანაირი ბერკეტი და არანაირი ძალა არ გააჩნია იმოქმედოს უკრაინაში სიტუაციის შესაცვლელად. ახალი არაფერი, ამაზე წლები ავსაუბრობ, ლამის პუტინის მეგობრად და პორტატურის შპიონად გამომაცხადეს, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი საქმე, მე არა ვარ იმასაკის ადამიანი, ვისაც შეუძლია ემოციურად და ზერელად ისაუბროთ. მე ყოველდღე უამრავ დროს ვუთმობ იმას, რომ თქვენთან საუბარი შემეძლოს და ეს საუბარი იყოს საგნობრივი და არა ჩემს წარმოდგენებზე და ჩემს ილუზიებზე. არანაირი ამისა არ ყოფილა, მე ყველაფერს ვეპყრობი ფაქტებს, მე ვაკეთებ შედარებით ანალიზს და თქვენ ამ ანალიზებს ისმენთ და შეგიძლიათ შეადაროთ, რამდენად ეს მნიშვნელოვანია, რამდენად ასახავს რეალობას. მე პროგნოზისტი არ ვარ, მე პროგნოზებს არ ვაკეთებ. ხასოს ამას სხვა რამეა, არაერთხელ ავხსენით ძალზე დეტალურად. ესე იგი, პროცესი უახლოეს დღეებში იქნება ისეთი, რომ უკრაინის პრეზიდენტი შეეცდება ამერიკის პრეზიდენტთან რაღაცის დალაგებას, ხასუსამ, ამერიკელები ძალიან ხისტად სვამენ საკითხს, ამბობენ, რომ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს ხელი, მე ვერ გეტყვით რა შემთხვევაში მოაწერენ რუსები. რუსებმა თქვენს ღიად რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, დაკავებული ტერიტორიებიდან გავა უკრაინა და დამთავრდება ყველაფერი. რაც ნიშნავს დაკავებული ტერიტორია? ეს არის დონეცკი, ლუგანსკი თითქმის ცარიელია, ზაპოროჟიე, ხერსონის ოლქი და რუსეთის პრეზიდენტმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ჩვენ არ გვაინტერესებს ამ ტერიტორიების აღიარება უკრაინისგან. ჩვენ გვაინტერესებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიაროს ეს ტერიტორიები როგორც რუსეთის. ყირიმი, ხერსონის, ქვევიდან მოვყვები, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, როგორც უკვე გადაწყვეტილება რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის შემადგენლობაში შესული ტერიტორიები. შესაძლებელია ეს, მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას, რომ უკრაინა ამას დათანხმდება. ზელენსკი არ არის დამოუკიდებელი პიროვნება, იმიტომ რომ ზელენსკის აქვს ძალიან სერიოზული და ყავს ძალიან სერიოზული ოპოზიცია და ეს არის ის ჯგუფები, დასავლური ნაციონალისტური ჯგუფები, სხვა სიტყვას არ ვიხმარ ახლა, რომლებმა ძალიან ეშმაკურად გააკეთეს ის, რომ გაყოფილი არიან, ნაწილი არის არმიაში და ნაწილი არის შიდა სტრუქტურებში და მათ დომინირებული ადგილი უჭირავთ, მათ გარეშე რაიმე თანხმობის გაცემა უკრაინის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება და მე სწორედ ამის გამო არ ველი ამ ეტაპზე, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და რუსებმა ზუსტად ახსნეს, რომ თუ უკრაინელები ამას არ დათანხმდებიან, ჩვენ ამას მაინც მივაღწევთ ომის გზით. გასაგებია, რომ თუ უკრაინელები დათანხმდებიან ამ 4 რეგიონიდან გავიდნენ, მაშინ ავტომატურად რუსები იქნებიან ვალდებული დატოვონ ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქის ტერიტორიები, რომლებიც სერიოზულად აქვთ უკვე და ძალიან სერიოზული წარმატებებით მიდიან წინ. ფიქრობ, რომ ომი გაგრძელდება,
გაგრძელდება უკრაინისთვის ძალიან ცუდი შედეგებით, მაგრამ ასეთია რეალობა. ყოველ შემთხვევაში თქვენ ნახეთ, რომ შეერთებული შტატები ინტენსიურად მუშაობს რუსეთთან, რუსები ინტენსიურად მუშაობს ამერიკელებთან, ნახეთ კოსმოსში რუსეთ-ამერიკის ერთობლივი ჯგუფი გაფრინდა და წარმატებით შეუერთდა კოსმოსურ სადგურს და ეს ყველაფერი გაგრძელდება, იმიტომ რომ წინ არის უსერიოზულესი შეთანხმებები რუსეთსა და ამერიკას შორის არქტიკასთან დაკავშირებით, ხაზს უსვამ, აქ კოლოსალური სიმდიდრეა და ზუსტად არის ცნობილი, რომ რუსები სთავაზობენ ამერიკელებს რუსეთის სიმდიდრეების ერთობლივ დამუშავებას. ეხლა ნახეთ თქვენ, თუ შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მეგობრობა არ იქნება სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ იქნება სიტუაციიდან გამომდინარე შეთანხმება ინტერესების ფარგლებში, რა რჩება ევროპაში. ევროპა რჩება ურესურსოდ და რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ევროპის მომავალი არის შუა საუკუნეების ევროპის მომავალი. შუა საუკუნეები რას წარმოადგენდა ევროპა? ეს იყო ჭარბმოსახლეობა, ეს იყო ღარიბი ხარე და ეს გარანტირებულად ხელში უჭირავს ევროკავშირის ქვეყნებს, იმიტომ ორბანი ძალიან ჭკვიანურად რომ იქცევა რუსეთის ენერგორესურსების გარეშე ჩვენ დაღუპულები ვართ და სწორად ამბობს ის კაცი. აბა ეხლა საქმეა ის, რომ საბერძნეთის მეშვეობით უკრაინა იღებს ამერიკულ ბუნებრივ აირს. სასაცილოა, ხო სწორია? როცა გვერდით გაცილებით იაფი არის. თავარი კიდე რა არის? ის ახირებული ხელისუფლებები ევროკავშირში, რომლებიც კვლავ ომისკენ იქაჩებიან, მაგრამ განწირულები არიან. გერმანიამ გუშინ დაამტკიცა ბიუჯეტი. და ამ ბიუჯეტში საკმაოდ სერიოზული პრობლემების მქონე გერმანია ყველაზე დიდ ფულს დებს უკრაინაში საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად. გონივრული საქციელია ეს. გასაგებია მერცი ვინც არის, მერცი დღეს არის, ხვალ არ იქნება, მაგრამ გერმანია პრინციპში ეს უსაშველოდ ერთდროულად ძლიერი სახელმწიფო და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი ბურჯი, დღეს უკვე აღარ წარმოადგენს ასეთ რაიმეს და მაინც ეს მოფაშისტო არარაობა, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე საცოდავ და ყველაზე უვარგის კანცლერს უწოდებენ გერმანიაში, თავისას აგრძელებს და შედეგი რა იქნება თქვენ კარგად ნახავთ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პირველად მოხდა ევროპარლამენტში, როდესაც ცენტრისტული აი სახალხო პარტია გაგიგონია თქვენ იქ შედიან ქრისტიან დემოკრატები, გერმანელები და ასე შემდეგ, ზომიერი ძალიან კვალიფიციური თავის დროზე, თორე ახლა ბევრი არაფერია, პირველად გადადგეს ნაბიჯი და მიუხედავად იმისა, რომ დაპირებული იყვნენ, რომ არასდროს არ შეთანხმდებოდნენ, რადიკალურს უწოდებენ ისინი, პოპულისტურს უწოდებენ იმ ახალ ძალებს გერმანიაში, იგივე თქვათ ალტერნატივა გერმანიისთვის და ასე შემდეგ და მოხდა უსაშველოდ მნიშვნელოვანი რა, ცენტრისტული მემარჯვენე პარტიები წავიდნენ კავშირზე ამ ეგრეთ წოდებულ რადიკალურ პარტიებთან და ისინი გაერთიანდნენ კოალიციაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებზე გერმანიაში სრულიად რეალურია, რომ ალტერნატივა გერმანიისათვის და ქრისტიან დემოკრატები დაწყვილდნენ თუ რომელიმეს არ ეყოფა ხმები და ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს არ მოუწიოს ალიანსის გაკეთება სოციალ-დემოკრატებთან.
ესენი ხშირად მიდიან ამაზე, თუმცა ერთი ალთასაა, მეორე ბალთასაა და ამ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო ეფექტურობა გერმანიისა, მათ შემდეგ რაც კოლის მმართველობა და ასე შემდეგ დასრულდა, ფაქტიურად ძალიან დაბალია. შემდეგ საერთოდ აირივნენ და თქვენ კარგად გახსოვთ სახალხო პარტიის განცხადებები წინა ხელისუფლების ლიდერების მხარდასაჭრად, რომელიც არანაირად არ ჯდება კონცეპტუალურად იმ შეხედულებებში, რაც გერმანიის უბისშემდგომი აღმავლობის განმახორციელებელ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს შეეფერება. ამიტომ სიტუაციები იცვლება, ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მიუხედავად ზეწოლისა, ბელგიის ხელისუფლება, პრემიერი არ თანხმდება რუსული აქტივების გადაცემას უკრაინის დასახმარებლად. ეხლა შარი მოსდეს ბელგიელებს, რომ პროცენტებსო, სარგებლობსო, ყველაფერი დათვლადია, ვერაფერს ვერ მიითისებს, რუსებმა გააფრთხილეს ევროპა, წაიღებთ მაგ ფულს, საპირისპირო სანქციები იქნება. Შეგვიძლია გარანტირებულად გითხრათ, რაც მე ვიცი, რომ გაცილებით მეტ ფულს წაიღებენ, მეტ ქონებას წაიღებენ, ჯამში ფულში გადაყვანაში იმაზე მეტი იქნება, რასაც წაიღებენ ევროპელები თუ ეს გაბედეს, იმიტომ რომ ეს ანგრევს ევროპულ შეხედულებათა სისტემას კანონიერებაზე და ეს არღვევს იმ ხელშეუხებლობას ჩანადებებისა, რაც წმინდა საბანკო კანონმდებლობის თანახმად, თუ სასამართლო გადაწყვეტილებები არ არის, არადა სახელმწიფომ ჩაგიდო, კარგი სახელმწიფოა, ცუდი სახელმწიფოა, ამას არ ვარჩევთ ახლა ჩვენ, ჩაგიდო კანონიერად, მოგაბარა ეს ფული და შენ მას იპარავ და იმიტომ რომ საკუთარი ფული უკვე აღარ დაგჭა, რომ უკრაინას სერიოზულად მიეხმარო, რის ხარჯზე ეხმარება მაშინ გერმანია უკრაინას. მერც იყო თავხედობა განეცხადებინა, რომ კეთილდღეობის სახელმწიფო გერმანიაში დასრულდა. ანუ ის რა ძალიან მაგარმა გერმანელებმა ომის შემდეგ გააგებეს, სოციალურად პასუხისგებლობის მქონე სახელმწიფო და საოცრად დააყენეს გერმანია ფეხზე, უზარმაზარი განათლების სისტემით და ასე შემდეგ, ამ გაფუჭებულმა ხალხმა განათლებაც მოანგრიეს, მეცნიერებაც მოანგრიეს და ეხლა აცხადებენ იმას, რომ დამთავრდა კეთილდღეობის ამ დროს ასობით მილიონი უნდა გადასცენ უკრაინას. გასაგებია, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და აფეთქდება და ამით იქნება ის შედეგი, რასაც ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ, იმიტომ რომ ევროპაში ცვლილებები არის გარდაუვალი და ცვლილებები არ იქნება იმ კალაპოტში, რა კალაპოტიც დღემდე იყო. გასაგებია, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ესეც ერთ-ერთი უბედური, რომ იტყვიან პოლიტიკოსი ხელისუფლებაში და აგრეთვე ბრიტანელი სტარმერი, რომელიც საერთოდ გამაოგნებლად ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. მოკლედ, ცვლილებები იქნება ევროპაში აუცილებლად, ცვლილებებია შეერთებული შტატები რუსების ურთიერთობაში, რადიკალური ცვლილებებია და არაფერი ცვლილებები არის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. საგარეო პოლიტიკაში ეს კოორდინატებს აცილებული მთავრობა, თუმცა მაგენი არაფერს არ წყვეტენ, მიდის ევროპაში თან ღირსებით, არ შეეშვებიან ამას, მაგრამ კი არ ვეხვერწებითო ეხლა, მაგრამ მიდიან ევროპაში. ამ დროს სასაცილო რა არის, იცით? ერთი მხრივ ევროპის სასამართლომ აიძულა ევროპის ყველა ქვეყანა ევროკავშირში შემავალი ცნონ ურთიერთ
ერთსქესიანი ქორწინებები. ანუ თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, სადაც დაშვებულია ერთსქესიანი ქორწინებები, სხვა ქვეყნის, ევროკავშირის სხვა ქვეყნის წყვილი წყალებში იქორწინებს, ის ქვეყანა ვალდებულია აღიაროს ეს. ეხლა მე ვეკითხები ამ ჩვენ საცოდავ მთავრობას. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ რომ ევროპაში გინდა ამ მოთხოვნების წინაშე ხომ დადგებით? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ საქართველოში ამის დაშვება შეიძლება და თქვენ მოგცემთ ვიდმე ამის უფლებას? ქართველი ხალხი მოგცემთ ამან? მე ახლა ვკითხულობ ერთ რაიმეს, თუმცა კარგად ვერ გავიგე რა წერია ბატონო დემურდ. გული მეტკინა ვიღაცა წერდა თითქოს ეკლესიასა და საპატრიარქოსო ვერ გავიგე რა უნდა, ვერ იკითხება დანარჩენი, უნდა მითხრათ კარგად არაფერი საპატრიარქოსადმი საქართველოს ქართველთა დიდ გაერთიანებას აქ დიდი პატივისცემა, დღეს ისინი იყვნენ ძალიან მორიდებით, თხოვეს ყველაფერი, რაც კი საჭიროა ქვეყნისთვის. ამიტომ ვიღაც პროვოკატორების საუბარი იმაზე, რომ ქართველთა გაერთიანებაში არ არის, ის ხალხი, ვინც რაღაც ახსენა, არ არიან ქართველთა გაერთიანებაში. ქართველთა გაერთიანებაში არ არის ადამიანი, ვინც ქართულ ეკლესიას აუგად რას გვიაო, ვი გაბედავს ამას, ანდა საპატრიარქო მოიხსენიოს, გამორიცხულია, პროვოკატორის ნაჯღაბნი იქნება ვიღაც, ამიტომ ტყუილი იმედი ნუ გქონდეთ, იმიტომ ვარ ჩვენ არაპარტიული გაერთიანება და იმიტომ მოუწოდებთ ყველაფერს, რომ ჩვენთვის ძვირფასია მართლმადიდებლობა, ჩვენთვის ძვირფასია ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის ბურჯი იყო. რაც შეეხება საპატრიარქოს და მართლმადიდებლობას, ახლა განსაკუთრებით პროვოკატორებს და ტვინგაღუნულ არარაობებს ვეუბნები, რომლებიც ქოცების და ნაცების მერე ახალ სახელს მიიღებენ, აუცილებლად ისე იქცევიან. მართლმადიდებლობა არის ქართული კულტურის სისტემოწარმოქმნელი ფაქტორი. უნდა იცოდეთ ეს რას ნიშნავს ამ ხალხს მივმართავ. ხო და ქართველთა გაერთიანებაში თუ ხარ და სული და გულით ქართველი ხარ, შენ უნდა იცოდე რას ნიშნავს გადადგა ნაბიჯი სარწმუნოების ანდა საპატრიარქოს წინააღმდეგ. კრიტიკული გამოსვლა შეიძლება იყოს ვიღაც პიროვნულ დონეზე, თორე დღეს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენ შეიძლება პრეტენზიებით ვისაუბროთ ისეთ საყრდენ წარმონაქმნზე, ინსტიტუტზე, როგორც ეკლესიაა და ამიტომ კარგად დაუკვირდით. არ გამოვა ეს ყველაფერი, იმიტომ ამით თქვენ ხაზს უსვამთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ასეთი რამის გაკეთება. ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ ჩვენგან ეს გამორიცხულია. ამიტომ საპატრიარქოსთან ურთიერთობა, ყველა იმ საეკლესიო მსახურთან ურთიერთობა ჩვენ უდიდეს პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული, ჩვენთან თანამშრომლობენ ძალიან ღირსეული საეკლესიო პირები, ძალიან ღირსეული, ამიტომ ჩვენ მათ მიმართ ვართ საოცრად მოგზაურობით და დიდი პატივისცემით, ამიტომ არანაირი პროვოკაცია არ იმუშავებს. შემდეგი გეკითხებით, ამ ხელისუფლებას ვეკითხებით. თქვენ პირველ რიგში კიდე გეუბნებით, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს პარლამენტის გადაწყვეტილება კი არ არის, რომელიც ისედაც სავალდებულოა, ხო? მაგრამ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაა და თქვენ აპირებთ ევროპაში რომ შეხვალთ, აქ აღიაროთ, ესე იგი, ერთსქესიანი ქორწინებები და ქართველები სადღაც რო წავლენ და ბრჭყალებში იქორწინებენ, ტვინი ისე გამოულაყეს ქართველთა ერთ ნაწილს, რომ მათ ეს ასე დასავლური ორიენტაცია გონიათ. წარმოგიდგენიათ თქვენ ქართულ
სივრცეში აღზრდილი ადამიანები იმდენად ინტელექტ დაცლილი, იმდენად ტვინ გამორეცხილები აღმოჩნდნენ, რომ ეს რაც საერთოდ არ არის დამახასიათებელი დასავლური კულტურისათვის, მაშინ ჩვენთან 400 წელია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ჩვენ გარედან მოგვიტანეს, ხო? თბილისი არ ვისაუბრებ, ახლა ეს ხო სოდომი და გომორი იყო ყოველთვის, ხო? მამაკაცის ბორდელები და ესენი დაგავიწყდათ იქ. თუ როგორ არის, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ამიტომ დღეს სხვა რეალობა, ისევე როგორც ქართველები ვერ დაუშვებენ არაბების დასახლებას. ხას უწევ, ინვესტიცია არაბული იყოს და თუ გნებავთ ნებისმიერი არაბული იყოს, ევროპული იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ინვესტიციური პროექტი გაკეთდება, მოგება გაიყოფა, არაბი წავა თავის ქვეყანაში თავისი მოგებით, ამას ვერ აკეთებს ხელისუფლება. გაყიდა მიწები და ინვესტიციური პროექტიაო იძახის. არ მინდა შეფასებები გავაკეთე უკვე. სადაც გნებავთ, იქ დაგიჯდებით, იქ დაგელაპარაკებით, მთავრობა იქნებით, არავითარი ინვესტიციური პროექტი არ არის. რას დამალეთ ინვესტიციური პროექტი თუ არის? ინვესტიციური პროექტის დამალვა როგორ შეიძლება ინვესტიციურ პროექტს გააჩნია ფინანსური მაჩვენებლები, მითხარით რომ ბოდავთ რაღაც ციფრებს, ამდენი შევა ბიუჯეტ წამაკითხეთ ფინანსური მაჩვენებლები ინვესტიციური პროექტისა. მე ძალიან მაღალ დონეზე ვკითხულობდი ფინანსურ მენეჯმენტს და ინვესტიციების თეორიას. თუ სურვილი გექნებათ, მთავრობას წაიკითხავთ ამ ლექციებს. გამიგეთ? არავითარი ინვესტიცია ეს არ არის, არავითარი საინვესტიციო პროექტი, მაჩვენეთ ინვესტიციური პროექტის ფინანსური მაჩვენებლები. ამის დამალვა სად გაგონილა? რა მაჩვენებლებია? ლექცია გიკითხოთ ახლა? წაგიკითხავთ, კი ბატონო. ოღონდ ოფიციალურად მითხარით, ასე ღია წაგიკითხავ, დაფები მაქვს საუკეთესო ნაყიდი, ხვალ 8 საათზე სხვათა შორის იმ გაცდენილ ლექციას ავანაზღაურებ, უკვე ოფისში ვიქნები, კვირა დღეა, არაფერი შემიშლის, აქედან მისვლა 5 საათიდან 8 საათამდე მარტო დიდუბის მეტრომდე ვერ მივედი, ხო, ამიტომ გადავდე, კვირაობით იქნება ლექციები 8 საათზე, წავიკითხავ, კი ბატონო, არ დაგამადლით, მაგრამ თქვენგან ანაზღაურებას არ ავიღებ, შეღავაც გაგიკეთებთ, გამიგეთ არა? თქვენგან კანონიერ ანაზღაურებას არ ავიღებ, თუ ლექციები გინდა წაგიკითხავთ და მერე ნახეთ რა სამინისტრო გაქვს და რამდენ თანამშრომელს სამინისტროში შეუძლია კარგ ძალიან პროფესიულ დონეზე ინვესტიციების თეორიის მოსმენა, ან თუ გნებავთ ფინანსური მენეჯმენტის თანამედროვე, არა ის კი არა, რა ქართულ უნივერსიტეტებში კორპორაციული ფინანსები, რაღაც სიაფანტობები რომ ისწავლება, იმიტომ არიან კარგები. მე წაგიკითხავთ სერიოზულ კურსს, ანაზღაურებას არ ავიღებ თქვენგან, 10 ლექცია სრულიად საკმარისი იქნება ფინანსურ მენეჯმენტში, 10 ლექცია სრულიად საკმარისი იქნება ინვესტიციების თეორიაში და მერე ისაუბრეთ იმაზე. ამიტომ მე არ გესაუბრები თქვენ ნიშნის მოგებით, მე გეუბნებით უსუსური ბავშვებივით გამოიყურებით, მთავრობის მეთაურიდან დაწყებული, ის სასწავლი ვიღაც კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა, ეგერ ვიღაც კიდე არის ყავდა მაჩვენეთ მონაცემები, რა აყვავდა? აყვავდა კი არა, ეგერ გადით თბილისის გვერდზე, წანისიდან, გადახედეთ იმ მხარეს, საიდანაც კუმისის ტბა მოჩანს, 120 ჰექტარი შემოღობილია, შლაგბაუმები დევს, მშენებლობა დაწყებულია, აშენებულია გოლფის კლუბი ესენი.
თქვენ ვინახართ და ახლა კიდე 550 და აყლავდება არა იქ არაბები საკუთარ მიწაზე რომელია მიწა არ გაგიყიდიათ 33%-იანი ფლობელი როდის იყო მიწის ფლობელი ამიხსენით მე 33%-იანი ბიზნეს პროექტში ფლობელი მანახეთ ხელშეკრულება რა გიწერიათ შიგ ვის ატყუებთ დემაგოგია შესანიშნავად მუშაობს თქვენს გონება ჩლუნგ მხარდაჭერებს იმათ ვერაფერს ვერ შეაგნებინებ იმ ხალხს ერთი მწერდა რა ყველაფერს ხოა რაღაც ანდა ბავშვი უჭირავს ხელში იმდენად დაცლილია გონებისგან რომ იმ ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობა არ გააჩნია ამიტომ არასწორად ლაპარაკობთ რა გიშლით ხელთ თქვენ დედმამიშვილებო ტელევიზიები გაქვთ 1000 ერთხელ მოაწყვეტა ბრგვალი მაგიდა რომ პროფესიულად გავარჩიოთ რა გააკეთეთ ასე დემაგოგიით გინდა და თქვენ გონიათ მართლა გაყიდით ამ მიწებს ვერ გაყიდით ამ ქვეყანას ვერ გაყიდით ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ქართველებს ამიტომ ქართველები ამას არ მოგცემენ ამის საშუალებას ნუ ფიქრობთ რომ თავზე გადაუარეთ უკვე ქართველებს და მოერიეთ ყველას ვერ მოერიეთ თქვენ ვისაც მოერიეთ თქვენ მოერიეთ იმ ჭრილაჭრილა პარტიებს გათელეთ აპამპულავებთ წაღმა უკუღმა როცა გინდათ არჩევნებში მიაღებინებთ მონაწილეობას როცა გინდათ თავში ჩაარტყამთ ორგანიზებას გაუკეთებთ ვითომ პროტესტებს აკეთებენ და ასე შემდეგ რომელიც თქვენთვის კიდე გეუბნებით გინდ ასე აუქნევია ხელი და გინდ რუსთაველზე პროტესტები ყოფილა არაფერი საფრთხე არ არის თქვენთვის მაგრამ თქვენთვის დიდი საფრთხე იქნება თუ თქვენ არ მოიშლით ქართული მიწების გაყიდვას და ქართველების ჩანაცვლებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებით გასაგებია ისლამური ინტერვენცია საქართველოში გაცილებით სხვა ჯგუფების დაგეგმილია დღეს ამ თემაზე არ ვისაუბრებ გაცილებით უფრო სხვა ეროვნების ხალხის დაგეგმილია და გაცილებით უფრო მზაკრულ მიზნებს ისახავს ვიდრე ისლამები ჩამოსახლება ამ ქვეყანაში ეს ცალკე თემა ეს მინიშნება გონიერი ხალხისთვის არის ჩვენ ყველაფერზე მოგვიწევს საუბარი იმიტომ რომ დასამალი არაფერი არ არის მე მინდა ხვალ ჩვენ წავალთ სწორედ ერთ ასეთ გაყიდულ ადგილზე და დეტალურად დავათვალიერებთ უახლოეს ერთ კვირაში მე თქვენ პირობას გაძლევთ რომ კარგად დამონტაჟებულ ვიდეოს გაჩვენებთ იმ 120 ჰექტარი გაყიდული მიწისა სადაც მშენებლობებია უკვე შლაგბაუმებითაა ჩაკეტილი ყველაფერი და ეს არის არაბული მიწა ახლა მითხარით ბევრმა იცოდით ამის შესახებ რომ 120 ჰექტარი ყურის ძირში თბილისთან არაბებზეა მიყიდული ცოტაა 120 ჰექტარი ჩვენ რომ არაბული კომპანია გავახმიანეთ 5 კომპანია რომ გაერთიანა და უზარმაზარ აქტივებს ფლობს საქართველოში იოლად გადაიტანეთ და მე ძალიან გთხოვთ იმ ინფორმაციას რომელსაც მე გაძლევთ ძალიან სერიოზული კითხვა უნდა ძალიან სერიოზული გააზრება უნდა მე ვიღაცის ჯინისთვის არ ვაკეთებ ამას ინფორმირებულებისთვის ვაკეთებ კიდე გეუბნებით ხალხო თქვენ კაი დედმამიშვილებო 3 წელია გაყიდული აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე მიწა იმ ძალიან მნიშვნელოვან და კარგ ადგილზე სადაც ყველაფერი შეღობილია ყველაფერი შლაგბაუმებია და ეხლა ამას კიდე 500
50 ჰექტარს უმატებენ. Დანარჩენი რაც გაყიდულია, მე რაც ამაქვს დოკუმენტები ხელში 50,000 ჰექტარზე მეტია გაყიდული უცხოელებზე. ამიტომ ვიფიქროთ, ჩვენ მივდივართ იქეთკენ, რომ ყველა საღი ქართველი გავერთიანოთ, ჩვენ გვინდა შევქმნათ არა პარტიული, არამედ ეროვნული საკოორდინაციო ცენტრი, სადაც ყველანი ერთად ეს ქვეყანა გასაყოფი არა გვაქვს, ვინც გულიანი ქართველია, ეს ჩვენი ქვეყანაა. მე არ მაინტერესებს ვინ რომელი პარტიაშია, აქ ჩვენ საქართველოზე ვისაუბრებთ, ჩვენ პარტია არა ვართ და პარტიად არ ვიქნებით, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ამ ქვეყნის სადარაჯოზე და მე იმედი მაქვს, ჩვენი ეს ნაბიჯი რო ხვალ მივიდეთ აქციაზე, რომელიც აპროტესტებს არაბულ ინვესტიციას ბჭყალებში და 7-ში მივიდეთ იმ აქციაზე, რომელიც ასევე აპროტესტებს ამას, ჩვენ მივდივართ საერთო ეროვნულ საქმეზე, ჩვენ არ მივდივართ პარტიულ ღონისძიებაზე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს პარტიული ღონისძიებებია, მაშინ წინასწარ გეტყვით, რომ ვერავითარი პარტია არსებულ უსაშინელეს სისტემას პარტიული გზით, ანუ არჩევნების გზით, თუ არ მოხდა ის, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ. ძალად ქცეული საღი ქართველები ყველა პარტიას დააჯერნენ ერთი დიდი მაგიდის ირგვლივ, მიაღებინებენ საერთო შეთანხმებას, დამუშავდება გაუყალბებელი საარჩევნო კანონი და ამ შეთანხმებულ რეჟიმში, ამ გაუყალბებელი საარჩევნო კანონით რა შედეგიც დადგება არჩევნების შემდეგ, ის შედეგი აღიარებული იქნება ყველას მიერ და ეს იქნება უდაო და ეს იქნება დასაწყისი ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა, რომელიც 35 წლის დაგვიანებით განხორციელდება. არ გავაკეთებთ ამას, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ქართველები უმცირესობაში იქნებიან, მალე ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევენ და რასაც გვინდა იმას გააკეთებთ. აბურთი და მოედანი იმასაც ვნახავთ, ვინ რას გააკეთებს. არ შეგაწყეთ თავს, დაგემშვიდობებით, ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში, წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ შევხვდებით ხვალ 8 საათზე, მე იმ გაცნენილ ლექციას ალგებრა და მათემატიკური მოდელები ეკონომიკაში აღვადგენ, მე ვისაუბრებ ეროუდებრეს ეკონომიკაზე, იმ ფანტასტიკურ, ერთ-ერთ გენიალურ თეორემაზე, რომელმაც უზარმაზარი პლასტი დაასრულა ეკონომიკურ მეცნიერებაში, რომლის შესახებაც საქართველოში თითოეულა კაცმა თუ იცის და ეროუდებრეს კი არა, ადამ სმიტის მხატვრულ მეტაფორაზეა გაჩხერილი ქართული ეკონომიკური აზროვნება, რომ უხილავი ხელი, ამ დროს რო კითხო, რა არის უხილავი ხელიო, აბსოლუტურად ვერ გეტყვის, იმიტომ უხილავი ხელია ეს. ამ სისულელეში ვართ გაჩხერილები, მაგრამ ამ სისულელის დაძლევა იოლად შეიძლება. ცოდნა არის ამეტერი. 33 წლიანი ქართული მარაზმის ერთადერთი იარაღი. ამ უსუსური ხელისუფლების წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი ეს არის ცოდნა. ეს არის ცოდნაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ცოდნაზე დაფუძნებული სოციალური პროტესტი, ცოდნაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროტესტი და ამ ცოდნის გარშემო გაერთიანებული საღი ქართველები. სხვა გზა ჭაობისკენ მიდის და მე არ ვისურვებ ჩემი ქვეყნისთვის, რომ იგი ჭაობისკენ წავიდეს. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე. დროებით გემშვიდობებით, კარგად წონდებათ.